ამ გაკვეთილზე უკვე ვისწავლეთ ციფრული პროდუქტისთვის საიტის გაკეთებას. შევდივართ Visit Them Store. ვაწვევით free. ვირჩევთ down. Add new copy. აი ეს არის რაც დავამატეთ ახლა, ვაწვევით edit them. მესია. ჩვეულებრივ რომ ახლა ვაყენებთ ჩვენი ბრენდის ფერებს. ვაწვევით აქ header-ზე. ვირჩევთ აქედან უკვე ფერებს, შემოთხია ვირჩი მაგალითად, მინდა ამის ფერების მოდიფიკაცია, ეს არა ეს მთლად შავი, მინდა რომ სულ შავი იყოს. ვინაიდან ჩემი ლოგოს ფერებში იყოს. გამოვდივართ უკან, ისევ თავიდან ვაწვევი. აქედან ახლა დავამატებ ლოგოს, select. ავირჩი იტალიანდოს ლოგო ჩვენი. აქ უკვე ზომაზე იყოს, მაგრამ სანამ აქამდე მივალ, მინდა ჯერ პოზიცია შევუცვალო ლოგოს და მაგის მერე გამსაზღვრო. დავაწვეთ menus, კიდე დავაწვეთ. ლოგოს პოზიციონირება ავირჩიოთ top center შუაში და ახლა მინდა რომ ლოგოს ზომა ავირჩიო, ცოტა გავადიდოთ და დავაპატარავ. აი, შემდეგ რა გვჭირდება არის პროდუქტის შესახებ ინფორმაცია. საიტი უნდა იყოს ისე რომ ეუბნებოდეს მყიდველს, რას ვყიდით. მოდი ჯერ ეს header-ზე გავუთიშოთ ეს რომ არ გამოჩნდეს non-ზე დავაყენოთ და ესე რომ ავსკროლოთ ეს აღარ გამოჩნდება. ესეც დავაყენოთ ამაზე. და ბანერი გვჭირდება. ბანერს ვაკეთებთ Canva-ში. ზომები. ბანერის ზომას ვიყენებ 4320 პიქსელი 2160 პიქსელზე. ვაწვევით add page და ახლა ვაკეთებ ჩვენს მაკეტს. მაგალითად ვყიდი ელექტრონულ წიგნს. ან PDF კურსები მაგალითად. ახლა გავაკეთოთ მაკეტი. აქ შევდივართ მოვძებნით mockups. აი mockup. და ვირჩევთ book. და აქედან უკვე ვირჩევთ ჩვენი წიგნისთვის ყდას. როგორ ფორმაში იყოს. მაგალითად გვინდა ამ ფორმაში ავირჩიოთ ეს. ჩაჭდა აქ. ავტორთეთ ფოტო, ჩავსვით ამაში. აქ მარჯვნივ უკვე სათაური უნდა გავაკეთოთ და რა შედის ამ წიგნში. Text, heading. ეს მარცხნივ გადმოვიტანოთ და აქ უკვე ჩამონათვალი გავუკეთოთ. ისევ ტექსტი, ამჯერად უფრო დავალი. რას ისწავლით შიგნით, 2 წერტილი და უკვე ჩამონათვალი. ეს დავაკლიკოთ და მარცხნივ გამოვიტანოთ. აქ უკვე ჩამოვთვალეთ რას ისწავლიან შიგნით. და თუ რამე კიდევ ბონუსი გვაქვს, შეგვიძლია ბონუსიც მივამატოთ. ეს შეგვიძლია ახლა ცოტა ჩამოვწიოთ, ესე რომ ნიშნოთ. და ზევით უკვე ვარსკვლავები შეგვიძლია დავამატოთ. Five star graphics. ეს ავირჩიოთ, ფერი ავირჩიოთ თეთრი. და გვერდზე მივუწეროთ პატარა ტექსტი. მივუწეროთ აქ 100+ კმაყოფილი მომხმარებელი. იგივე ნიშნავს 100-ზე მეტი, ანუ. ეს შეგვიძლია მთლად 5 რო არ იყოს. 5.5 რო იყოს, გადავფაროთ ბოლოს, მაგალითად ყველამ 5 არ დაუწერა, ზოგმა 4.5 მიუწერა. ან აგერა ესეც არის. 4.5-იანი. უბრალოდ ცოტა განსხვავებულია ფორმებში. ან ამას ავირჩევთ, ან ჩვეულებრივ აქ შევდივართ. ჩავწერთ აქ shape. აი ამას ავირჩევ ესე. დავაპატარავებ. ავირჩევ აქ შავ ფერს. და ამას ასე გადავაფარებ. ცოტას დავაპატარავებ. ესე რომ ვხედავთ 4.5 გამოვიდა. ანუ 100 მომხმარებლიდან საშუალოდ 4.5 სტარზე ავიდა რეიტინგი. პირველი ბანერი სად არის? Shares ვაწვევით, downloads ვაწვევით. ეს გავთიშოთ, მოვნიშნოთ ბოლო და download.
აიტვირთა და ანსვო დავაწობით ახლა და გამოჩნდება ეს ბანერი. როგორც ხედავთ, გვერდები მოჭრილი არ ჩანს კარგად. Page-ში შევდივართ, edit to first image დავაკლიკავთ და ესე ზომებში გასწორდება. ეს ტექსტი შეგვიძლია წავშალოთ. ეს წავშალეთ. როგორც ხედავთ, ესე ჩამოქებულია, ამ opacity-ს ახლა ჩავუწევთ და ჩვეულებრივ გაღიავდა. რა უნდა იყოს შემდეგ, რა შედის ახლა ამაში ეგ უნდა იყოს. ვაწვევით add section. ვაწვევით rich text. ესეა. ამას ისევ ახლა ამას დავარნებ, ტექსტს მარცხნივ გავიტან, ამასაც მარცხნივ გავიტან. აქ ჩავწერ ჯერ რა არის ციფრული პროდუქტი. სანამ ის ჯერ ხომ რა იყოს რაც ყიდულობს. შემდეგ უკვე ტექსტი. ეს ღილაკი არ გვინდა წავშალოთ. ამის შემდეგ უკვე გაიგო რა არის ციფრული პროდუქტი. ახლა ისევ ამას გავაკეთებთ. rich text. ისევ მარცხნივ გავიტანოთ. ისევ იგივე. და ახლა რატომ ციფრული dropshipping? როდესაც ამას წაიკითხავენ, ლოგიკურად კითხვა ჩნდება, რატომ ციფრული dropshipping, რატო დავიწყო? ჩავსვათ ამ ტექსტს, რატომ უნდა დაიწყო ციფრული dropshipping. აქ უკვე როგორც ხედავთ, ჩემი კურსის შესახებ წერია, სწორედ ამიტომ შევქმნი ეს კურსი, ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც მინდოდა მქონოდა, როდესაც ვსწავლობთ ეს პროგრამა არის ინვესტიცია თქვენს მომავალში, შექმნილია თქვენი დროის ძალისხმევისა და შესაბამის ზოგისთვის. მე გაგიძღობთ პროცესის ყველა ეტაპზე, დაგეხმარებით შექმნათ თქვენი საკუთარი მომგებიანი ციფრული dropshipping-ის ბიზნესი პირველი დღიდან. ახლა უკვე უნდა ვაჩვენოთ ბენეფიტები, რაც მეიღებენ ამ კურსის ყიდვის შემთხვევაში. Add template, multi-row და აქ უკვე ხსნით, რაც მეიღებენ. ავირჩიეთ ეს მეოთხე ვარიანტი. ნახეთ, როგორც ვახშემ საიტზე, ციფრული dropshipping-ის აკადემია 3-დან 0. პირდაპირ გადმოვიტან, ახლა ბევრი რო არ ვიწვალოთ, თქვენ შემთხვევაში თქვენსაც ჩაწერთ, რა ბენეფიტებს მიიღებენ თქვენი ციფრული პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში. მაგალითად, ელექტრონულ წიგნს თუ ყიდულობენ, წონის კლებაზე დამატებით კიდევ რას მიიღებენ, კითხვებზე პასუხს თუ გასცემთ და არამედ დახურულ ჯგუფში თუ ამატებთ და ასე შემდეგ. დავწერეთ ციფრული dropshipping-ის აკადემია 3-დან 0. შემდეგ უკვე რა არის ეს ციფრული dropshipping-ის აკადემია? ყოვლისმომცველი ვიდეო კურსია, რომელიც ეტაპობრივად დაგეხმარებათ მომგებიანი ციფრული dropshipping-ის ბიზნესის შექმნაში. აქ რამე ღილაკი თუ მინდა ჩავსოვრავ ეს, თუ არა და არ მინდა. შემდეგ შედის მხარდაჭერა Discord-ზე. მოვნიშნე caption წავშალოთ, ჩავწერე მხარდაჭერა. შემდეგ უკვე ტექსტი. მიიღეთ პირდაპირ წვდომა ჩვენთან, რათა მიიღოთ პერსონალიზებული მხარდაჭერა და ექსპორტული ხელმძღვანელობა. აქაც იგივე ტექსტი წავშალოთ. შემდეგ მესამე ვარიანტი. აქ ფოტოები ჩავსვათ შეუულებრივ. დავაჭირეთ select. მაგალითად ეს პირველი ფოტო, მაგალითად ეს ფოტო ჩავსვათ ყველაში. ბევრი რო არ ვიწვალოთ. ვიდეო ძალიან არ გაიწილოს. Add section. Featured product. Example product. აქედან ავირჩევთ products. Create product თუ არ გვაქვს ჯერ. მაკეტი ახლა ძალიან არ გაიწელოს ვიდეო, ავირჩიე ეს, დავაჭირე save და აქ ახლა გამოჩნდება ეს ციფრული პროდუქტი. ფასი ეს ეს რაოდენობა თუ არ მინდა რომ გამოჩნდეს ამას წავშლი, delete. მინდა ციფრული პროდუქტია, მე პრობლემები რო არ გაჩნდეს, რომ ორი არ ეკიდონ შემთხვევით. აქ ისევ ამას თემას 4-ს ავირჩევ. ვისაც მეტი აინტერესებს ამას დააწვევა, ვისაც უკვე პირდაპირ ყიდვა უნდა დააწვება buy it now-ს. ისევ ვაწვევით add section template და აქ არის collapsible content უნდა იყოს. აი ეს არის. ავირჩიოთ თემა. ეს და ეს. აქ ახლა დავაწვევით ამას, check mark-ი არ გვინდა, აქ გვინდა question mark-ი. ნახეთ question mark. ესე. აქ ახლა სათაურს ჩავწერთ, კითხვას ჩავსვით პასუხი. მოდი აქ დავაწეროთ ხშირადაც მომკითხები. მეორეში შევდივართ, ისევ აქ ავირჩევთ question marks. აჰა, და ეს მეოთხე მაგალითად არ მინდა, მაგდენი კითხვა თუ არ მაქვს. დავაწვევით delete და მორჩ. ვაწვევით აქ plus add section template. და ვირჩევთ multi-column. აქ დავაწერთ რეკომენდაციები. ამის თემა ვირჩევთ ისევ ეს ჩვენი. და აქ უკვე შეგვიძლია ჩავსვათ სკრინები. აქედან შეგვიძლია ფოტოს ჩასვა, მაგრამ აქამდე მოდი დავამატოთ კიდევ ერთი add section. Add section კი არა და add column. ამის განლაგება ნახეთ შეიცვალა. ახლა 4-ზე დავაყენოთ. 3-ზე აყენია.
აქ image დავაწეროთ select. აქ შეგვიძლია ჩავსვათ ეს ფოტო. როგორც წინა ვიდეოში გავაკეთეთ, ზუსტად იგივენაირად ვაკეთებთ რაღაც. აქ უკვე სახელს. რაღაც ისე მარი. აქ image ისე. რაღაც ეს არის გიორგი. მე ისე აქ ვაწვით add section. Rich text. ეს დავაინოთ მეოთხეზე და ახლა ჩავწეროთ აქ. ესენი არ არიან რენდომ ხალხი, თქვენ მათ ჩვენს Discord-ზე შეხვდებით. ეს წავშალოთ, ვაწვევთ button label. ჯერ ლინკი ჩავსვათ Discord-ზე გადასვლა. აჰა. ჩაულებთ რეკომენდაციების სკრინები, ხოლო ეს რო არ იყოს ესე თეთრი, შეგვიძლია ამაზეც დავაინოთ შავი ფერი. აი აქედან. აი ასე. აქ ეს სად არის, ხშირად დასმული კითხვები და რეკომენდაციებში აქვე შეიძლება ჩაჯდეს სკრინები, რაც იდება ხოლმე ჩვენს Discord-ზე, რასაც სტუდენტები აზიარებენ, მათ შედეგებით შეიძლება ჩაჯდეს რეკომენდაციები. მარი და აქ შეიძლება მარის ფოტოს ნაცვლად მის შედეგის გაზიარება. ან შეიძლება ესეთივე ზუსტად კიდევ ერთის გაკეთება. მაგალითად ვაწვევით add section, multi-column. აი აქ მათი შედეგები, ეს დავაინოთ შავზე. და აქ უკვე ემას წავშლით, ეს ტექსტიც წავშალოთ. მხოლოდ ფოტო რო ჩავსვათ, საკმარისია. მაგალითად ეს არის შედეგის სკრინი. ვაწვევით done და გამოჩნდება ასე. ამაზეც იგივე. ვაწვევით select, sort photos, ვაწვევით done და მზად არის. აქაც იგივე. ხოლო ეს რო არ იყოს დაბლა, მოდი ეს ჩავკეცოთ აქედან. და კითხვა-პასუხის შემდეგ მინდა ეს იყოს. ჯერ შედეგები. სტუდენტების შედეგები, რეკომენდაციები. სტუდენტების შედეგები, სტუდენტების რეკომენდაციები და ესენი არ არიან რენდომ ხალხი, თქვენ მათ ჩვენს Discord-ზე შეხვდებით. Discord-ზე გადასვლას დააწვევიან, შემოვლენ ჩვენს Discord-ზე და უკვე მზად არის. ნახავენ რომ ნამდვილი ხალხის დაწერილია ეს რეკომენდაციები და შედეგებიც ნამდვილი ხალხისგან არის. ვაწვევით publish ან saves რო დავაწვევით შეინახავს, publish რომ დავაწვევით უკვე გამოქვეყნება ჩვენს მთავარ საიტზე. აქ